ნუ ავტორი, რომელზეც მინდა რომ მოკლედ მოგიყვეთ, საყოველთაოდ ცნობილი ავტორია და მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ვინმე საკითხული მის ტექსტები, ბუნებრივია ყველას გაუგია მის სახელი, რადგან ის არის უდიდესი ფიგურა და ნუ ჩემი აზრით ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თუ საუკეთესო არა ფილოსოფოსი და მოაზროვნე ზოგადად ვისაც უარსებია კაცობრიობის ისტორიაში. და ის არის უდიდესი ზეგავლენების მქონე ავტორი, რომელსაც ბევრზე მოუხდენია ბუნებრივია ზეგავლენა როგორც ფილოსოფოსებზე, მოაზროვნეებზე, სახელმწიფო ლიდერებზე თუ ასე შემდეგ, თუმცა ხშირ შემთხვევაში იქნა არასწორად გაგებული მისი ტექსტებიც, არასწორად ინტერპრეტირებული მისი ნაშრომები, რაც შემდეგ თავი იჩინა ისეთ მახინჯ იდეოლოგიებში, როგორიც არის ფაშიზმი მაგალითად. იმის გამო რომ დამახინჯებულად ესმოდათ ის იდეები, რაზეც ქადაგებდა ეს კაცი. საუბარი არის ბუნებრივია ფრიდრიხ ницშეზე და მის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაშრომზე, რომელსაც ქვია კერპების მწუხრი, ანუ როგორ ფილოსოფოსობენ ჩაქუჩით. დავიწყოთ იმით, თუ რას გულისხმობ ზოგადად ამ სათაურში და რა მეტაფორა ჩადებული ამ სათაურში, ვინ არიან კერპები და რას ნიშნავს ფილოსოფოსობა ჩაქუჩით. ницშეს აზრით კერპები არიან ის ავტორიტეტული ფიგურები თუ ის გაბატონებული იდეები და იდეოლოგიები და რწმენა წარმოდგენები და შეხედულებები სამყაროზე, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ზოგადად ადამიანების შეხედულებებზე და კაცობრიობის ისტორიაზე. და მათ ნიშეს აზრით მათ ჩაუნერგეს არასწორი შეხედულებები სამყაროზე და ის იწყებს კრიტიკას და დაუნდობლად ესხმის თავს პრაქტიკულად სოკრატეს ბერძნულ ცივილიზაციას და სოკრატე და პლატონით იწყებს, რადგან როგორც სოკრატეს მიაჩნდა, რომ გონება არის აბსოლუტური განსაზღვრელი ზოგადად და ნებისმიერი რამის ამოსავალი წერტილი არის გონება, აი ამ გონების აბსოლუტიზაციას ეწინააღმდეგება ницშე, რადგან ის თვლის, რომ არ შედგება გონებისგან მხოლოდ ადამიანი, მასში არის ისეთი ველური ბუნების მქონე ინსტინქტები და ვნებები, რომელიც სიცოცხლისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ელემენტებია და შესაბამისად თანაბარ მნიშვნელოვანია როგორც გონება, ასევე ეს ველური ბუნება და ინსტინქტები ადამიანისთვის და ის ასევე აკრიტიკებს პლატონს იმისთვის, რომ მას ჰქონდა რაღაცა მეტაფიზიკური გაგება სამყაროსი და პლატონი როგორც ამბობდა, რომ არსებობს იდეების სამყარო სინამდვილეში ერთი ნამდვილი სამყარო არის ის და ეს არის მოჩვენებითი, რასაც ჩვენ რეალურად არსებულ მატერიალურ სამყაროს ხედავთ, ამის წინააღმდეგაც ილაშქრებს ницშე ბუნებრივია და არანაირი იდეების სამყარო არ არსებობს, ეს არის შეურაცხყოფა პრინციპში იმ არსებული მატერიალური სამყაროსი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთო. ის ასევე აკრიტიკებს ქრისტიანულ მორალს ბუნებრივია და იმ მორჩილებას და თვითუარყოფას, რასაც ზოგადად ქადაგებს ქრისტიანული მორალი, ამ დოგმატიზმის წინააღმდეგ ილაშქრებს ницშე და ის თვლის, რომ ეს არის სასიკვდილო აქტი ჩადენილი სიცოცხლის წინააღმდეგ, რომელსაც ქრისტიანობა ზოგადად ქადაგებს და ის ყველა აბსოლუტურად ყველა ავტორს დაწყებული ბერძნული ცივილიზაციიდან და გაგრძელებული შემდეგ ფილოსოფოსებით, რომელსაც დაუნდობლად ასწორებს მიწასთან, როგორც ჩვევია მას ზოგადად, თუმცა ის არ მორალისტობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და არ ახვევს თავს ადამიანებს თავის შეხედულებას იმ გაგებით, რომ თქვენი შეხედულება არის არასწორი და ის არის სწორი, რასაც მე ვლაპარაკობ. ეს არ არის ницშეს მიდგომა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ. ის პირიქით სვამს კითხვებს და ნებისმიერ გაბატონებულ აზრს და იდეას, რომელიც შეიძლება მყარად იდგეს, ფესვ გადგმული იყოს ადამიანებში, ადამიანების შეხედულებებში, ницშე ძირს უთხრის პრაქტიკულად და უსვამს კითხვებს და ეს ჩაქუჩით ფილოსოფოსობაც მაგას ნიშნავს პრინციპში, რომ ის არ მოდის იმისთვის, რომ ჩაქუჩი დაამსხვრიოს თქვენი ღირებულებები და შეხედულებები და ის რწმენა, რომელიც გააქვთ, უბრალოდ ეს არის ერთგვარი დიაგნოსტიკა, რადგან ჩაქუჩით უნდა მოსინჯოს ის, რამდენად მყიფეა, რამდენად გამძლეა უფრო სწორად შეხედულებები და თუ ეს ღირებულებები არის ღირებულების სიცარიელის ხმას გამოსცემს ჩაქუჩით დარტყმის დროს, მაშინ ის არ ყოფილა ნამდვილი და ის ბუტაფორიაა და აუცილებლად უნდა დაინგრეს. ეს არის მიდგომა
ნიჩესი, რომელსაც ის ავითარებს ამ ნაშრომში და ბუნებრივია ბევრ სხვა საკითხსაც ეხება, მაგალითად როგორც ტანჯვის აუცილებლობას, როგორც ადამიანისთვის აუცილებელ პირობას იმისთვის, რომ ადამიანი გაძლიერდეს და აქედან მოდის მისი მთიანი ფრაზაც, რომ რაც არ გვყავს, გვაძლიერებს, სწორედ ამისთვის არის აუცილებელი ნიჩესთვის ტანჯვა ერთგვარად, რადგან სწორედ ეს აწვრთობს ადამიანს და აღვივებს იმ სიცოცხლისთვის აუცილებელ ინსტინქტებს, რაც გადარჩენისთვის ეხმარება ადამიანს. უმნიშვნელოვანესი ტექსტია, ბუნებრივია, შეუძლებელია მოკლედ ისაუბრო ნიჩეზე, თუმცა მთავარი არის ის, რომ ნიჩეს ტექსტების კითხვა არის ერთგვარი ინტელექტუალური თავგადასავალი და ვისაც არ ეშინია იმ შეხედულებების და რწმენების გაბატონებული და მყარად ფესგადგმული რწმენების გადახედვა და კითხვების დასმა, ბრწყინვალე საშუალება ამისთვის ნიჩეს ტექსტების კითხვა და ბუნებრივია ეს ჩაქუჩით ფილოსოფოსობაც ნიშნავს იმას, რომ დაამსხვრიო რაღაცნაირად ძველი შეხედულებები თუ ის მყიფეა და სიცარიელის ხმას გამოსცემს და ეს აუცილებელია ამის დანგრევა იმისთვის, რომ ადგილი გამოთავისუფლდეს და რაღაცა ახალი დაიბადოს. ყველას ურჩევ, ვისაც არ აქვს დაკითხული ეს ტექსტი და ვინც არ გაცნობია ნიჩეს, თავისუფლად შეიძლება რომ ამ ტექსტით დაიწყოს ამ ავტორის გაცნობა და ბოლოს ვისაც მოგწონთ ჩემი წიგნების ჩემებური განხილვა, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და გამოიწეროთ არხი.